ფინალის გახსნისა და დახურვის ცერემონიალზე. სასცენო კოსტიუმებზე კი ნინასთან ერთად იმუშავეს ორმა დიზაინერმა კეთი ჭყიკვაძემ და თამარ სუჯაშვილმა. შემდეგ ასევე დიდი გადმოგზავნოთ მადლობა უნდა უთხრა საუბარი. დიზაინერს ეკა დოლიძეს, რომელმაც დამესა და ბროშები, თოჯინები ნინას გამოსახულებით, რომლებიც გადაიცა მაყურებელს. სწრაფად ჯერჯერობით ვერ ამოვისმენთ, იმიტომ რომ ყველაფერი წინ არის, თუმცა ნამდვილად დამეთანხმებულად რომ არაჩვეულებრივი შესრულება იყო და ძალიან სწრაფად შესაძლებელი. ლამაზია კი არა, 2015 წლის ევროვიზიის ყველაზე ლამაზი ქალი აღმოჩნდა ნინა სუბლატი. ულამაზესია ნამდვილად. იმედი მაქვს რომ ყველამ გაიგო ის ყველაფერი რაც ვისაუბრე და კიდევ ერთხელ მადლობა უნდა უთხრათ დიზაინერს კეთი ჭყიკვაძემ თავისი აქსესუარი და სასცენო ჩექმნა კი თავად თამარ სუჯაშვილმა შექმნა ნინასთან ერთად, ასე რომ ძალიან დიდი მადლობა. 21 მაისს ნინა სუბლატი მიწვეულია BBC-ს პირდაპირ ეთერში, სადაც ის ცნობილ ბრიტანელ კომენტატორებთან ერთად წაიყვანს და შეაფასებს ევროვიზიის მეორე ნახევარფინალს. აუ რა მაგარია. გადასარევი. ძალიან დიდ წარმატებას გვიწინასწარმეტყველებენ კრიტიკოსები და ვნახოთ რამდენად გამართლა მათი იმედი. ამჯერად კონჩიტა ითხოვს აპლოდისმენტებს. გადასარევად კონჩიტა გადასარევად გრძნობთ თავს. მე რატომ ანერვიულებენ? შეიძლება რომ რაღაცნაირად ის დაგვეწყო. საბერძნეთი. რამდენი ადგილი დაგვრჩა? 3. ამერია უკვე 4 ადგილი დაგვრჩა. ესტონეთი. დარჩა 3 ადგილი. 7 ქვეყანა უკვე გავიგეთ, რომელიც მონაწილეობას მიიღებს ფინალში. სამწუხაროდ მხოლოდ 3 ადგილი არის დარჩენილი. შემდეგი ფინალისტი, რიგით მერვე არის ჯორჯია. რა თქმა უნდა, ბრავო! არ დაგძაბ ეს კაცო. აი სამინერული. ლადოს. ჩემი გოგოც გავიდა. სულ აღარ მაინტერესებს თანია გავა თუ არა.
და ვაიმე როგორ ვინერვიულე რა მაგარია საქართველოს ფინალშია მეგობრებო გილოცავ ბელგია და გული დამწყარო დანიაც ვერ გავა ამე ხო თქვი რომ ვერ გავა ეს სიმღერა თქო მაგრამ თავარია ნინა სულადი არის ფინალში საქართველოს წარმომადგენელი მიიღეს მონაწილეობას შაბათს ფინალურ შოუში კიდევ ერთხელ ჩამოვთვალო კიდევ ერთხელ საწავიდა გაწუსია ეს არის ფინალისტები ალბანეთი სომხეთი დროშების მიხედვით თუ ვიცნობ რუსეთი შემდეგ ვინ მოდის შემდეგ ვერ ვხედავ რუსეთი დროშებითაც ვეღარ ვხედავ საბერძნეთი საქართველო რაც თავარია ბელგია საბერძნეთი ფინალში გილოცავ ყველა ქართველს და ძალიან დიდი მადლობა ყველა იმ 15 ქვეყანას რომელიც მონაწილეობდა ამ შოუში და 16 მონაწილეობდა 15-დან უმესიჯებდნენ ხო ანუ ეს კიდევ ერთხელ ვთქვი რომ გაიგოს მაყურებელმა რა თქვით მიუხედავად იმისა რომ 16 ქვეყანა მონაწილეობდა მხოლოდ 15-ს ჰქონდა იმის საშუალება რომ ხმა მიეცა ქართველი მონაწილესთვის და ძალიან დიდი მადლობა ყველა იმ 15 ქვეყანას რომელშიც ცხოვრები ქართველებიც უმესიჯებდნენ ნინას ძალიან დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს ჩვენ დავბრუნდებით ეთერში 21-ში ხუთშაბათს წინელოდება მაყურებელს კიდევ მეორე ნახევარფინალური შეხვედრა პირველ ნახევარფინალურ ეტაპს და კონკურსს თქვენთვის პირველი არხი წარმოადგენდა და ამის წამყვანები იყვნენ ლადო დატიშვილი და თამუნა მუსერიძე დიდი მადლობა თამუნა შენს ასევე რაც თავარია ნინა ფინალშია საქართველოს ახლა ნამდვილად შვიდად მართლაც მეც კიდევ ერთხელ მიულოცოთ ნინას ეს წარმატება და ჩემ გოგოს რომელიც ეგეთ And now there's only one last thing to do, updating an old Eurovision tradition by saying good morning Australia and Australia გამემშვიდობისა ევროპა გამემშვიდობისა საქართველოს Gramati, 23 მაისი, 23 საათი. საზოგადოებრივი მაუწყებელი წარმოგიდგენთ. წლის გრანდიოზული მუსიკალური სანახაობა. ევროვიზია 2015. საქართველო თავის რჩეულს გულშემატკივრებს. ნინა სუბლატი ევროპას იკრავს. უყურე, იბრძოლე, გაიმარჯვე. ნინასთან ერთად. პირდაპირი ჩვენება ავსტრიიდან. ევროვიზია 2015.